მოგესალმებით. თქვენ უყურებთ არტემს. მე ანი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ხატვარი მურთას შველიძე. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა, რომ გვესტუმრეთ სტუდიაში. მადლობა თქვენ, რომ შემოთავაზეთ აქ მოსვლა. დავიწყებ ბლიც შეკითხვებით. და ჩემი პირველი შეკითხვა არის შემდეგი. საქმე, რომლის კეთებაც არასდროს გმეზრდებათ. ხატრობაც არის დრო, რომ ემაშვება, რომ არ ვიცი, სიცოცხლე ალბათ. ვისთან ერთად გიყვართ დროის გატარება? ოჯახთან ერთად და ბავშვობის მეგობრებთან. რა ხდის ადამიანს ლამაზ? განათლება. რა გაღიზიანებთ ადამიანებში ყველაზე მეტად? ადამიანებში ყველაზე მეტად ფამილიარულობა და ფარისეულობა ორივე. საყვარელი წიგნი. ჰემინგუეიდან რაღაცა ერთ-ერთი ჰემინგუეის თქვა რაღაც აღმოჩნდების მზე თქვა პიესთან. რას მოაქვს გამოცდილება? თავისუფლებისგან სწრაფას. საყვარელი მხატვარი. ვან გოგი, სეზანე. რაში გაცვლიდით მხატვრობას? შეკითხვა იყო, რომ თქვა რომ მხატვარი არ გამოსულიყავ, მე გავიცი პასუხი გამოვიდოდი დეტექტივი თქვა. ვაუ. რა არის თქვენთვის საუკეთესო გზა განტვრთვისთვის? თევზაობა და მეგობრებში ვახშამი, ასე ვთქვათ. ყოველდღიურ ცხოვრებაში რომელი ჩვევისგან განთავისუფლდებოდით? რეჟიმს დავიცავდი, ის არა უფრო ადრე დავწვებოდი, ადრე აღდგებოდი. ჯობიათ სადო და არ გამოგივიდეს თუ საერთოდ არ სადო? სადო და არ გამოგივიდეს, უფრო გზრდის რამე მგონი. რა გაბედნიერებთ? სიყვარული იმაში ოჯახში. როგორ მიგაჩნიათ ხალხის დამოუკიდებულება მხატვრობისადმი დღესდღეობით? დიდი რაოდენობა, დიდი პროცენტი ადამიანების უფრო რაღაცა უტილიტარული გამოყენებისთვის მიაჩნიათ და რაღაცა სილამაზისთვის ნუხიდულობენ რა ნახած და რაღაცა იმ შრეების იქით რაც ხდება და რაღაცა მუდმივობის ფასეულობის განცდა ალბათ არ აქვს. როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა ცხოვრებაში დამარცხება? რაჯერ დავარდება 10-ვეჯერ იმას რა დგება და ზოგ. ანუ ვარდნა რამდენად აუცილებელი არის ადამიანის განვითარებისთვის? სპეციალურად არავინ არ ვარდება რა და უთი რა მოიგერიოს თუ აიღოს მეკარე, ეს არის გადახტეს რა. მთელი ცხოვრების მანძილზე რომელ ალკოჰოლს აირჩევდით დასალევად? გრუინოს. ყველაზე ბედნიერი მოგონება? შვილების დაბადების ბედნიერება. ორი ფერი, რომელსაც დატოვებდით მთელი ცხოვრება თქვენს პალიტრაზე? დავიტოვებდი ულტრამარინს, მუქ ლურჯს და ოხრას, ოხრა, რას ნიშნავს თქვენთვის მეგობრობა? სიღიავეს და თავისუფლებას და გულის გაღებას. რომ შეგეძლოთ, რომელ ცნობილ ადამიანს დაპატიჟებდით ვახშამზე ნებისმიერ ეპოქიდან? დავლევდი გოგენთან ერთად. გადავდივართ გადაცემის მეორე ნაწილზე და რომ შევეხოთ თქვენი შემოქმედების საწყისებს. როდიდან დაიწყო თქვენი შემოქმედება თქვენ ცხოვრებაში? ხატვისადმი სწრაფვა თუ რაღაცა გადაწყვეტილება რომ რაღაცა ხატრობის გზით მეცხოვრა, ალბათ სკოლის დროს რაღაცა ანუ ადრეული ასაკიდან ხატავთ? საკმაოდ სენტიმენტალური სენი მქონდა რა პატარაობის ნახატები რაღაცა მზე და ამბები არ იყო უფრო რაღაცა ძალიან ბავშვისთვის შეუპერებელი სენტიმენტები იყო რა. რამდენად აისახებოდა მამა თქვენი შემოქმედება თქვენზე, რომ იზრდებოდით ხელოვანის ოჯახში, ეს მაინც რაღაც სხვა არის ადამიანისთვის. თავისთავად, რომ გაიხსენოთ თქვენი ოჯახური ცხოვრება და ასე ვთქვათ, რომ
შეგირდობის პერიოდიც კი მაქვს ბჭყალებში რო თქვა შეგირდობა რომ რაღაცა მაინტერესებდა როგორ იგრუნტებოდა თქვა ტილო როგორ იჭიმებოდა სპეციალური ხელსაწყოთი სტეპლერი არ იყო ადრე და რაღაცა ჭიკარტებით და ასევე აკვარელის ქაღალდი როგორ იმაშვება რა იჭიმებოდა დაფაზე დექსტრინი ერქვა მგონი მას წებოს და თვითონ საღებავების იმაში ვარ არომატში გაზრდილი ეხლაც იყო პერიოდები რომ სადაც ცხოვრობდით იქ მუშაობდა რა მამაც და ნიკოლაძეში სწავლების პერიოდი რომ გაიხსენოთ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა თქვენს შვენიერი ასაკიც იყო და შვენიერი უსენ უხუცესი პედაგოგებიც ასწავლიდნენ იმ ეპოქის რა და ერთ-ერთი რასაც მაშინ ისწავლე ალბათ მე ძალიან საინტერესო თემატიკა არის თქვენს ნამუშევრებში, სადაც ხშირად მეორდება ფეხსაცმელები, ქალის ფეხები. აი მაინტერესებს სულ თავიდან რა მოგცათ ამის ინსპირაციამ, რომ აი გადაწყვეტეთ დაგეხატათ. ფრაგმენტულობის მომენტები ჩემ ნახატებში არის რაღაცა კინოკამერით რაღაცა ფრაგმენტს რო დაფიქსირებ არის და ქალის ფეხები და ხუსლიანი ფეხის ხმაც კი იმაშვება შეიძლება იქიდან მიხვდე ვინ მოდი შენს იქ არა უკანა თქვენს ნამუშევრებში ძალიან ხშირი არის ასევე დივნები აი ულამაზესი სკამები თავში დაცემული ჩრდილებით ფანჯრიდან დაცემული ჩრდილი ტექსტილზე უფრო გამიტაცა დუმაგან და რაღაც ახლა რაღაც ორი თვის ის არის ამბავეს. ბევრი ახალგაზრდა მხატვარი უსმენს ამ გადაცემას და აი მე თვითონ პირადად მაქვს პერიოდები რომ თავშოთ არ ვიცი რა დავხატო. აი ასე დროს რა უნდა ქნას ხატვარმა შევიდე სახელოსნოში და ნუ აი არა ხო მიყვეს ანუ უბრალოდ არა რა უბრალოდ რა გამოვა აქედან ის არის ნუ რაღაცები სათქმელი უნდა კონდეს ესეც მე ჩემი გამოგონებული არ არის და მამის სწავლების დროს ზუსტად ეგ შეკითხვა დაუსვი მე რაღაც 20 წელს თუ 19 წელს თუ 20-ის რო ვიყავი, ნუ ბიჭო იმუშავე და რა დავხატო ისა თქო რა არ ვიცი მეთქი და სათქმელი უნდა კონდეს. რას ურჩევდით ახალგაზრდა მხატვრებს? ახალგაზრდა მხატვრებს ურჩევდი პროფესიისადმი კი არა გადაწყვეტილებისადმი სიყვარულს და ინვენტარისადმი სიყვარულს აი ფუნჩს რო უნდა გაუფრთხილე ჯერ ის არის იყო ვიღაც ერთი მხატვარი სადღაც ავიკითხე თუ ნუ მომესმა ფუნჯი რო ჩთებოდა არ აგდებდა იმაშვებოდა მეცერველები მარხავდა დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ისტორიების მოყოლისთვის მადლობა თქვენს თქვენ უყურებდით არტემს დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი მურთა შველიძე დღეს ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე